გაყვა ადამიანის უფლებებს, მისი ხელისუფლება. ფიქრობთ ან ელოდებით ან უშვებთ თუ არა, რომ შეიძლება ქართული ოცნებისთვის ხერხემალში გადასატეხი თემა აღმოჩნდეს სწორედ სოციალური საკითხების სახელს დაგვარს არ წავიკითხავ. ერთ-ერთი ამ წუთას მწერს ინბოქსში, სხვა შორის ძალიან ბევრი წერილი მივიღე ამ გადაცემის მსვლელობისას ინბოქსში და ადამიანი მწერს: გამარჯობა თუ არ სოციალურად დაუცველი, ამავე დროს აფხაზეთიდან დევნილი. სამგორის გამგეობაში შევიტანე მედიკამენტების დაფინანსებაზე განცხადება. ერთი თვე მალოდინეს ბოლოს პასუხი იყო, რომ გამგეობას არ ქონდა სახსრები დახმარებისთვის და არასშესაფერის დროს შევიტანე განცხადება. მადლობა ყურადღებისთვის. მედიკამენტები არის ძალიან გაზრდილი ფასები. ეხლა მითხარით, თქვენ სულ გვაქვს ჩვენ 6 წუთი და უნდა გადავანაწილოთ თქვენზე ეს 6 წუთი. გისმენთ? ინგა, საერთოდ რაც მე ვუყურებ, რაც თავი მახსოვს, ასე ვთქვათ, 73 წელს ვარ დაბადებული და იმის მერე საკმაოდ ბევრი მთავრობა შეიცვალა და ეს კარგად დავიმახსოვრე, რომ შეუცვლელი მთავრობები არ არსებობს. მით უმეტეს ეს ჩვენს ბუნებაში ისე ზის რაღაც მომენტში ვითმენ და მე რაღაცნაირად რომ პიქს მიაღწევს რაღაც გარკვეულ დონეს, რაც უკვე ჩვენს არსებობასთან შეუძლებელი და მიუღებელი ხდება. რა თქმა უნდა, ჩვენ ვცვლით ამ მთავრობებს და ამიტომ მინდა რომ როდესმე ჩვენმა მთავრობამ ისწავლოს ჭკუა, რომ შეუცვლელები არ არსებობენ და რაღაცნაირად მოსახლეობას გაგვიწიონ ანგარიში და ზუსტად იმ დროს კარგავენ ხოლმე მთავრობები თავის ძირს და საფუძველს, როდესაც ისინი კომუნიკაციას კარგავენ მოსახლეობასთან კავშირს და ამიტომ არ გაწყვიტონ ეს კომუნიკაციები და როდესაც ჩვენ მათ ავირჩევთ ჩემო ხაზად და სავარძლებში ჩავსვამთ, კეთილი ინებონ, ანგარიშვალდებულება გქონდეთ მოსახლეობასთან და სულ იმის ზრუნვაში იყო, რომ ჩვენსკენ იყურონ და არ გაუხდეთ ისე საქმე, რომ შემდგომში ქუჩაში გამოსვლის წხვენოდეთ. მადლობა ნინო, წარმატებები, შენ გემშვიდობები, გადავდივარ მალხაზ გულაშვილთან. მალხაზ, ანუ შეკითხვა უკვე დავსვი, მაინტერესებს თქვენი პასუხი, აღარ გავიმეორე. სოციალური უკმაყოფილება ახლა ცოტა რთული საპროვოცირებელია საქართველოში, იმიტომ რომ ამის ძალიან დიდი მოთხოვნა საზოგადოებაში არ არის, რომ გაიარო, დაათვალიერო რესტორნები საღამოობით და თუნდაც კაფეებში შეხვიდეთ ძვირადღირებულში, ნახავ რომ სავსეა და მე ვერ ხედავ აქ სოციალურად გაჭირვებულს. თუმცა საზოგადოების ფართო ფენა კი მძიმე მდგომარეობაშია და ხელისუფლებას მართებს უფრო ქმედითი ნაბიჯები გადადგას იმ თვალსაზრისით, რომ სოციალურად, ასე ვთქვათ, არაუზრუნველყოფილი ფენა მაქსიმალურად იყოს დაცული, შეიქმნეს ახალი სამუშაო ადგილები, გაიხსნას ახალი ბიზნესები და მაქსიმალურად დასაქმდეს ეს ხალხი და ეს უთავბოლო აღვირახსნილობა, რომელიც დაიწყეს არჩევნების შემდეგ ფინანსურ პოლიციაში, უნდა აილაგმოს და ასევე სხვა სტრუქტურებშიც, რომელშიც მე ვხედავ, რომ იგივე მეთოდებით დაიწყეს მოქმედება, როგორც თავის დროზე ნაციონალური. მადლობა მალხაზ. ისე კაფეებსა და ბარებში სხედანო თქვი და ადამიანები, ვისაც ძალიან უჭირთ კაფეებში და ბარებში თითქმის ვეღარ დადიან, ალბათ ამას. ეგენი ვერ დადიან, მაგრამ ძალიან ბევრი ხალხია ვინც. მაგალითად ის ადამიანი, რომელიც ეხლა წერდა, რომ Facebook-ზე მოგწერა, რომ მედიკამენტების ერთი თვე ველოდებოდიო დახმარებას. გაჭირვებული ხალხი ინგა ყოველთვის იყო. პროფესიიდან გამომდინარე, აი ამ გაჭირვებულ ფენასთან ყველაზე მეტი შეხება ალბათ აქვინძის მე მაქვს და დამერწმუნეთ, ეს ისეთი უკიდურესი გაჭირვებაა, რომ ენდაპირით ვერ აღწერ და მე მესმის იმ ადამიანებისაც კი. მადლობა, ჩემო კარგო, მალხაზ წარმატებებს გისურვებ, ნიკა თქვენთან გადმოვდივარ. შეკითხვაზე მაინტერესებს თქვენი პასუხი. შეიძლება თუ არა გახდეს სოციალური თემა ყველაზე დიდი თავის ტკივილი ამ ხელისუფლებისთვის, რომ 4 წლის განმავლობაში მან უპრობლემოდ მართოს. იცით რა არის, თავარ უფრო დიდი მასშტაბის პრობლემას ხედავ, რომ ეს მდგომარეობა არის ამ ქვეყნისთვის დამღუპველი და არა უბრალოდ რაღაც ჯგუფისთვის, რომელიც დღეს არის პოლიტიკაში და ხვალ იქნება ან არ იქნება. პრობლემა არის ეს, რეალურად ჩვენ ყოველ დღე საქართველოს ყოველ მოსახლეს გვეზრდება პრობლემები. არ პანიკობ, ანუ პანიკა ქავთარაძე არა ვარ, ნიკა ქავთარაძე ვარ, მაგრამ რეალობა არის ეს. ამაზე იმის ზახილი, რომ ეს ჩვენი ბრალი კი არ არის, არის რაღაცა სხვისი ბრალი, ამ შემთხვევაშიც კი უნდა გითხრას და უშუალოდ სხვისი ბრალი არის, მაგრამ მე ესე ვაპირებ გამოსწორებას. კიდევ ერთხელ ვიძახი, თუ კონკრეტულად რამდენიმე რამეს გააკეთებენ და უშუალოდ გაადვილებენ ბიზნესის კეთებას, ინვესტიციას მოიძიებენ და როგორმე შესაძლებლობას გახდიან, რომ ეს ქვეყანა გადასახადების შემცირების წინ წავიდეს. უკმაყოფილებისას აირიდებენ თავიდან ამას. უბრალოდ რა არის, იცით, რადიკალური ნაბიჯები არის გადასადგმელი ქვეყნის წინსვლისთვის, მაგრამ ამას ჭირდება ერთ
ერთადერთი რაღაც, რაც ამ მთავრობას, რაც ამ მთავრობას არ აქვს. ეს არის ტრაგედია. არ აქვს უბრალოდ. ნიკას, მალხაზ, ნინოს ვემშვიდობები და ასევე თითო წუთს ვაძლევ. დავით, თქვენთან გადმოვდივარ, ანუ კითხვა დასმული მაქვს. შეიძლება თუ არა მომდევნო 4 წელი თუ ეს პრობლემები ვერ დაალაგდა, ყველა გამოკითხვით პირველი მეორე ადგილი უკავია უმუშევრობას, სიღარიბეს და სოციალურ პრობლემებს, ეს გახდეს მთავრობისთვის ყველაზე დიდი თავის ტკივილი სოციალური უკმაყოფილების კუთხით. სხვა გზაც არსებობს, რა შესაძლებელია რომ მთავრობამ, ახლანდელმა მთავრობამ 4 წლის მერე არჩევნები წააგოს, მაგრამ ისეთი რეფორმები გაატაროს, რომ ეს შემდეგ ჩვენ გამოგვადგეს. ანუ გადადგას თქვა არაპოპულარული ნაბიჯები, მაგრამ ქვეყანა გამდიდრდეს. მაგალითად, შეამციროს საჯარო მოხელეების რაოდენობა. ასეთ პატარა ქვეყანას ამდენი არ ჭირდება. ჯობია გაზარდო ხარისხი, გაუზარდო ხელფასი მაღალი თანამდებობის მენეჯერებს, მაგრამ შესამცირებელია ჩვენ ხარჯები უნდა შევამციროთ და არ უნდა გავზარდოთ. და ასევე სხვა სოციალურ თემებს მივაგ, უბრალოდ ეს ძალიან მაწუხებს ხოლმე, რომ ხედავ, რომ მთავრობა იწყებს დაპირებას, რომ მოგიხნავ იმას, რა ქვია, მინდორველს, მაგას ეგრევე გული მისკედება, ხვდები, რომ ეს ფული უნდა გადაყარო. კი ბატონო, მადლობა. დავით წარმატებას გისურვებ და დავასრულოთ ნინო. თქვენი პროგნოზი როგორია? მე პროგნოზი არ ვიცი როგორია, მაგრამ მე ერთს ვიტყვი რომ მიმართავ ჩემს ხელისუფლებას, ჩემს მთავრობას, მე ასე ვთვლი ჯერ კიდევ რომ ის ჩემი ხელისუფლება და ჩემი მთავრობა. ლარის კურსი არ არის მარტო პრობლემა აქ, აი ზუსტად სოციალური ფონი და ეს უმუშევრობა და ეს მე ძალიან ცუდად ვარ, როდესაც ადამიანები მწერენ აი ამას და ძალიან ბევრი ადამიანი იცი შენ, ინგა უამრავი ადამიანი აი ესე მოდის და მიყვება თავის ისტორიებს და ესე წლების მანძილზე აი იმ ადამიანებს რომ ვერ უკეთებთ ვერაფერს ჩვენ, კიდევ ამბობთ ხელისუფლების პრობლემა იქნება ძალიან დიდი. მალე მოდის თვითმმართველობის არჩევნები, კიდევ ამბობ. იმას არ ვამბობ, მე რომ დავივიწყოთ ჩვენ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება, აღარ არის უკვე ვიძახებთ 4 წელი ნაციონალ ვიძახე, მეც ვამბობდი ამას, რომ აი ნაცებო თქვენ და ეხლა ჩუმათა ვარ, იმიტომ რომ ვის უთხრა ეს ნაცები აგრერია ჩემს გვერდზე. ზოგი ჩემს კაბინეტში, ზოგი ჩემს გვერდზე ზის და ვის უთხრა ეს? ის ერთი ოდესაშია გაქცეული, დანარჩენი ციხეში და რა ვქნა ეხლა დავიღალე, სვამად ხარ ვეთქვი. ამიტომ უკვე თქვენ გეუბნებით ამას, რომ ესე არ გამოვა თვითმმართველობის არჩევნებია და მე თქვენი გულშემატკივარმა თუ თქვი თვითმმართველობის არჩევნებს, მე თქვენს გვერდით არ ვდგავარ. მაშინ არ ამგონია თქვენი საქმე კარგად წავიდა. მადლობა ნინო და თო წარმატებას გისურვებ. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. ლარის გაუფასურების ახალი რეკორდი კი ასეთია $1.2.587 ღირს. მოკლედ ამასობაში კი მეც ხომ აქვს აზრის გამოთქმის უფლება, ვინაიდან იმდენი სტუმარი მყავდა და არც ერთი არ იყო პოლიტიკოსი ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის ცოტა გაუგებარია, როდესაც ჩვენს ემოციურ სპონტანურ და პანიკურ რეაქციას ბრალდება ის ყველაფერი, იმიტომ რომ როდესაც დილით სახლიდან გამოდიხარ, გაქვს გადასახდელი კრედიტი, იღებ ხელფას ლარში, თანაც აღმოჩნდება ქუმსიშვილის ლოგიკას თუ კი მიუყვებით, რომ არც საკმარისი ცოდნა გქონია, რომ დავჰეჯირებულიყავით, შეხედავ სავალუტო ჯიხურზე, აბრებს დაინახავ მაჩვენებელს, შეუძლებელია რომ არ დაგეწყოს პანიკა, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვისაც სახლი აქვს ამ ბანკში ჩადებული, ვისაც ქონება აქვს დაყადაღებული და ასე შემდეგ, ასე რომ ადამიანების პანიკური და ემოციური მდგომარეობა რომ გვერდით გადავდოთ, ალბათ მნიშვნელოვანი არის რომ იქნას გადადგმული ადეკვატური და სასწრაფოდ გადასადგმელი ნაბიჯები მთავრობის მხრიდან. წარმატებები თქვენ, დიდი მადლობა ყველას.